ჩვენ საყარელ ადგილას, სადაც იგი არის და გემრიელი რაღაც. ხო, და ამასობაში ჩვენც იმდენი ვისაუბრეთ, მაგრამ რაც მთავარი ამბავი არ უნდა დაგვაუწყდეს. გამოდის კატალოგი, სწორად ვიცი, ხო მე მგონი? სადაც არის 19 ქართველი ქალი შეყვანილი და ამ კატალოგის შესახებაც გითხარით და კიდე გამოფენის შესახებ საქართველოშიც კატალოგით დავიწყოთ. ხო, ალბათ. ეს არის გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის JZ-ის პროექტია. ავტორი ვარ მე ამ წიგნის. ძალიან სხვა შეიძლება თავიდან რო გითხრეს, აი მოიძიეთ, რამდენი მეღვინე ქალი არის საქართველოში, როცა არ ველოდით, რომ ამდენი და კიდე ყოფილან რაღაცა ძალიან გაცილებით მეტი ადამიანია, უბრალოდ რაღაც ერთი კლუბის ფარგლებში თქვა და ალბათ ბოლომდე ვერ ამაწყურო, მაგრამ რაღაცა არის კიდევ იმისი საბაბი, რომ გაგრძელება იყოს და ასე შემდეგ. ან 19 მეღვინე ქალია, სხვადასხვა მასშტაბის მარნის, იქ ოჯახური, დიდი მარანი. ფაქტიურად ესე თავმოყრილი არასოდეს არ ყოფილა. პირველი გაერთიანებული კი ნამდვილად ამ თემაზე არის პირველი გამოცემა არის ყველა მასშტაბის ყველა ფილოსოფიის ქალი მეღვინე ჩვენ უბრალოდ ეს პერსპექტივა გვაინტერესებს და ქალების ხედვა როგორ ყალიბდება ქალების სტილი რა სტილი აქვს საერთოდ თუ გვაქვს სტილი და აი ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის როგორც მკვლევარისთვის მწერალისთვის ამ თემაზე მუშაობა და სამშაბათს არის ღვინის ეროვნულ სააგენტოში ამ წიგნის პრეზენტაცია ჩვენი გმირი ქალბატონებიც არიან და მოკლედ მე ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო წარმოადგენს ახალგაზრდა მეღვინე და მსურს რომ რაღაცნაირად ნუ რაღაცა გავაკეთო ხო? ახალგაზრდა ვერც მეღვინე. ერთ-ერთი და ერთ-ერთი მაგრამ ხო. ან აი რამე კლუბი თუ არსებობს ან რამე სადაც შემიძლია მაცადე სადაც შემიძლია რომ თქვა მოვიდეთ და რაღაც გამოცდილება გამიზიაროთ და აშრობ დღეიდან ხო იცით რა არის რაღაც ჩვენ შეიძლება ერთმანეთს აი კლუბის წევრებიც კი უწოდოთ იმიტომ რომ გავერთიანდით მეღვინე ქალები და გაგვერთიანა ერთმა თემამ ეს არის ჰოლანდიაში ტარდება მსოფლიო მეღვინე ქალთა კონფერენცია გამოფენა მე სრულიად შემთხვევით გავიგე ჩემმა უცხოელმა პარტნიორებმა მითხრეს ამის შესახებ და დაუკავშირდი ორგანიზატორს შემდეგ მოუყევი საქართველოს შესახებ რა თქმა უნდა ვესაუბრე გავაცანით საქართველოს და მოვიწვიეთ საქართველოში ჩამოვიდა გავაცანი მეღვინე ქალები შევიკრიბეთ სხვათა შორის გულიკოსთან შევიკრიბეთ ბრუწეულაში ხუთ და წავიდა აქედან ახვდოვანებული და განაცხადა ესეთი ფრაზა თქვა რომელიც ყოველთვის ვამბობ ხოლმე და არ შემიძლია დღეს არ თქვა რომ აი ფრანგულმა ღვინომ მოყვა თავისი ისტორია ესპანურმა ღვინომაც იტალიურმა ღვინომაც აი ხა დადგა დრო რომ ქართულმა ღვინომ მოყვეს თავისი ისტორია და ამას ქართველი ქალები ძალიან ლამაზად გააკეთებენ და აქედან გამომდინარე კარგია როგორ მინდა და ამიტომ ჩვენ გადავწყვეტეთ წამსულიყავით ჰოლანდიაში აი ამ გამოფენაზე შევიკრიბეთ აი ეს სრულიად სტიქიურად რაღაც უბრალოდ სოციალურ ქსელში დავდე რომ არის ესეთი თუ ვისაც სურვილი გაქვთ მე შევიკრიბეთ და მართლაც 12 მეღვინე ქალი შევიკრიბეთ რომლებიც მივდივართ ჰოლანდიაში სხვათა შორის იქაური თანხები დაგვიფინანსა აწარმოეს საქართველომ და ღვინის ეროვნულმა სააგენტომ რომელსაც მადლობას ვეუბნებით მაგრამ საქართველოში ხდება აი მოკლედ რომ ესეც ვთქვათ და აი ამან გამოიწვია ეს რომ როდესაც გაიგეს რომ ჩვენ ჰოლანდიაში მივდივართ უკვე გადაწყდა რომ საქართველოშიც ჩაეტარებინათ ეხლა 25-ში იქნება ოღონდ აქ უკვე 25 მეღვინე ქალი აი მაიკო ანკუიკო თქოს მე როგორც გავიგე ძალიან სასარგებლოა მეღვინეობა თან კარგ ღვინოს აკეთებ ამბავი და თან კარგ ხასიათი ძალიან მოკლედ აქ საქართველოში 19 მარტს იყო ეს ევროკომისარი ჩამოსული ვაჭრობის საკითხებში და ჩვენ როდესაც შევიკრიბეთ აი ევროკავშირის საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში რაღაც დაგვეგეგმა ეს შეხვედრა იქ მისმა გენერალურმა მდივანმა ბატონმა ზვია ჭუნგურიძემ შემოგთავაზა აი ესეთი პროექტი რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მას და მისი დახმარებით იქნება 25 აპრილს აი ეს გამოფენა სადაც იქნება ერთადად ტიპ კორპუსი მოწვეული აი ჩვენი პოპულარიზაციისთვის და რაღაც ხელშეწყობის აუცილებლად დააგემოვნებთ. უღრმესი მადლობა. უღრმესი დიდი მადლობა რომ თემით დაინტერესდით. ქალებმა იგო. დაგემშვიდობებით. დიდი მადლობა და წარმატებები. გილოცავთ დღევანდელ დღეს. ასევე გილოცავთ. მადლობა ძალიან დიდი და კიდე ძალიან საინტერესო ამბავი ახლა ჩვენს მეზობელ ქვეყანაში და გადავინათ